ყველას მოგესალმებით, გისურვებთ რა თქმა უნდა კარგ დღეს და ესე იგი მინდა გამოვეხმაურო მოდელის სპირიდონ სქიფურიშვილის ნაზრებს ერეკლე მეფის ძებთან დაკავშირებით. ეხლა ეს ძველი თემა არის, მაგრამ უბრალოდ ეხლა მოვიცალე რომ ჩამეწერა ეს ვიდეო. თბილისში ძეგლი გაუხსნიათ და გაუხსნიათ, კიდევ კაი არ თქვა. ესე იგი პირველი შეკითხვა, აი პირდაპირ აზრი რო გაგიჩნდეს, ისე ადამიანს ვამბობ რა. განა კრიტიკულს, რომელიც აი ჩაციებულია, რომ აი ეხა იმას რა ქვია, აი ვიღაცის სისხლი რო წყურია, რომ ეხა აი ამას რაღაც წავიჭერ მომენტში და რაღაცა. პირველი შეკითხვა. ეს კაცი ხელოვნებაცოდნეა? რაიმე განათლება საერთოდ აქვს? აი რო საუბრობს თქვათ მეფე ერეკლეს ძეგლზე და ასე შემდეგ. მეორე შეკითხვა. სადნახა მან ბოლოს სახეზე ერეკლე მეფე როგორ გამოიყურება? ან თემურლენგის სადნახა? ან რაღაც აი ჩაციკლული მონღოლოიდური და რაღაცა და ჩაციკლული რო არის იმაზე აზრებზე რომ აი რაღაცა რა იცის? ანუ სრანაირად გამოიყურება და მეფე ერეკლე და ასე შემდეგ. ან ხმალი ჩამოართვესო, ხმალია მთავარი მეფე ერეკლესში? ანუ ეს ამ კაცმა სახელი იმით გაითქვა რომ ხმალი ქონდა? ისე უბრალოდ თუ სახელი გაეთქვა, თქვათ რამდენი ომი მოიგო ბატონო. ნუ რავი, დღემდე ვერ გამიგია, ზოგი იძახის კარგად ხნა, ზოგი იძახის ცუდად ხნაო, რომ ეს გეორგიევსკის ტრაქტატს რომ მოაწერა ხელი და იქ სამწუხაროდ რუსეთმა ეს სხვანაირად გამოიყენა. ანუ იქ ეწერა სხვა რაღაცა და მე ამათმა რა თქმა უნდა დაიმკვიდრეს მთლიანად გუბერნია დაქციეს საქართველოს, მაგრამ აი ისე ვამბობ უბრალოდ. ან კიდე მეორე ეს უტვინო ხალხი, რომელიც ამ კაცს უწევს, რომ ვაიმე მამაო, რა საჭირო კომენტარი გააკეთეთ და რაღაც. რაში გჭირდებათ გამაგებინეთ უბრალოდ ამ ადამიანმა რატო უნდა გიკომენტაროთ? ისე უბრალოდ რატო შეიქმენით? ანუ რომ გინდა თუ არა ყველაფერზე აზრი უნდა დააფიქსიროს სასულიერო პირმა. ამიხსენეთ ბატონო, აი გეუნებით, კაით, აი ტონშიც დამაკვირდით ბატონო, რომ არა მაქვს რაღაც ფარული, მიმალული აგრესია და ასე შემდეგ. ვინ ესაქმება, ან რა ესაქმება ამ კაცს, საერთოდ რომ გამოვიდეს და რაღაცა ერეკლე მეფის რაღაცა იმაზე ძეგლზე ისაუბროს. კიდე ერთხელ გეკითხებით, ჯოვანი პასკალის ისა ხანდა იმას რა ქვია, მოქანდაკეთა სკოლა დამთავრებული იტალიაში. თუ აი ეს კაცი ვინ არის უბრალოდ? არა, ამიხსენეთ რა უბრალოდ რა და იქ კომენტარებში უნდა ნახოთ ეს ხალხი რო უწერს, რომ ვაიმე მამაო, რა საჭირო დროს გამოჩნდით და ის ოქროს სიტყვებია შენგან ამაც სუხო და ესეთი აი დამიჯერეთ რა. ჯერ საბჭოთა კავშირმა მხოლოდ დაღუპა მორალურად საქართველოს. და აი წაშალა რა და გადაიყვანა მარტო აი ჭამაზე აქცენტი, რომ აიღო საჭმელი და რაღაცა და ნუ ეს ჩაშვების ინსტიტუტზე არაფერს არ ვამბობ. ეს კიდე სხვა უბედურება არის რა. ნუ თავრობებზე საერთოდ არაფერს არ ვამბობ, ეს ყველა წყალწაღებული არის და თავის საქმეს იკეთებს და ხალხისთვის და სხვათა შორის ერთი მხრივ სწორს აკეთებენ რა. უტვინოს ფულს და ოქროს ჭკვიანი ჭამს და ამიტომ არის რომ გძინავს სულიერად, ხო? პარავი რომ მოდის ვერაფერს ვერ გაიგებ, ვერაფერს ვერ მიხვდები. ხო და ამიტომ სამწუხაროა, მაგრამ ნუ რას ვიზავთ ეხლა და აი გადააბარეს სასულიერო პირებს, რომლებიც თვითონ სახარებაც არიციან, თავისი რწმენაც კი არიციან, იმიტომ რომ იქ არის სასულიერო პირების თქვა დაჯგუფება, რომელიც კიდე ძველ აღთქმაში იქექება და იქაური კანონები უნდათ რომ გადმოიტანონ, რატო უფრო ადებილებ, უფრო აშინებ ხალხს, გამიგე, იმიტომ რომ შეშინებული ადამიანი უფრო ადვილი სამართავი არის, უიმედო, სასოება რო არ აქვს და ასე შემდეგ რა და ამიტომ მე მიყვარს უბრალოდ რომ 21 საუკუნეში იმას არ ვამბობ რომ იმას რა ქვია, ქრისტე უნდა მოიძულო და ქრისტიანობა და ასე შემდეგ. არა. რატო უნდა გჭირდებოდეს ადამიანს, ანუ როგორი უბედური ხარ ცხოვრებით, როგორი უინტერესო არის შენი ცხოვრება და როგორი არაფერს არ ცდილობ და არაფერი არ ხდება, რომ ვიღაცა სპირიდონ სქიფურიშვილის აზრებს ელოდები, რომ მაგან დაგილაგოს აი ეს ძეგლი ესეთი უნდა იყოს და ისეთი და სხვათა შორის ეს იცით რომელი სპირიდონ სქიფურიშვილი არის? თავისი რაღაცა აი ამ გამოსვლების და ქადაგებების გამო მას შეუჩერეს სასულიერო პირობა, ცოტა ხანი უზიარებლობით დასაჯეს თუ რაღაცა რა. მე რა მახსოვს ეხლა ამ კაცს და ყველაზე დამამახსოვრებელი რა იყო. ეს კაცი მაგალითად საერთოდ არაფერს არ იძახდა რომ ეკლესიაში არიან მამათმავლები.
საერთოდ ერთ სიტყვას არ ამბობდა პირიქით კაცო ეს ევროპა და დაჩემებული ქონდა კიდე ალბათ ეს რუსეთიდან შეუკვეთეს ალბათ იმაზე ზელენსკი გეია რაღაცა რა ანუ ხო არა ეხა მე ზელენსკის დამცველი არა ვარ მე თვითონაც ვიცი ეგ რა ბნელი პიროვნება არის მაგრამ ამას რა ესახმება საერთოდ რა ანუ რა შუაში არის მაგ თემასთან რა ან ზელენსკი რა შუაში ჩვენ მრევლზე ზემოქმედებს თუ რა არის ხო და ეს კაცი ეხა გამოდის ბატონო ალტინფოზე და იქ იძახის რომ მეო რომ მიჩერებენო ამ იმას უზიარებლობით რომ დამსაჯესო თუ რაღაცა ეგეთი ხო იმას რომ მამათ მოვალ სასულიერო პირებს რატო არ ჟიანო გამიგეთ რას ამბობს ანუ ესე იგი იცის ეკლესიაში რომ არიან მამათ მოვლები მაგრამ ნუ რას იზავ ხა და მე რომ უბრუნეს სასულიერო პირობა ეგრე გაჩერდა ხო ხედავთ სადმე ამოიღო ხმა აბა ვინ მამათ მოვალი არის თქვა ვინ გააუპატიურა ან ვინ ვიზე იძალა და საერთოდ არაფერი სიწყნარე სიჩუმე და ეგ არის რა მაგრამ ეხა გამოდის და აგე რა უყურეთ თბილისში ძეგლი დაუდგამთ თურმე რა და კიდე ერთხელ მიმეორებ ამაზე საერთოდ არაფერი არ ესახმება ამ კაცს ძეგლს დადგავენ თუ იმას იზამენ რა ქვია რა ანუ ჯერ მოდი იქიდან დავიწყოთ კაი ერეკლეს ძეგლს თავი დავანებოთ ის ველოსიპედის სადღაც ის რო არის რა ქვია ველოსიპედის ძეგლი რო არის თბილისში ეს ამოხსნა უკვე ამან ან კვერცხი რო არის მაგალითად ალი და ნინო მაგალითად გაარკვიეს რომ პლაგიატია და ვიღაცა მოიპარა ეგ და მარტო საქართველოში კი არ არის ეგეთი ძეგლი სხვაგანაც არის ესეთი ძეგლი და ეს გაარკვია ამ კაცმა უკვე ან მაგალითად დავით აღმაშენებელი მაგალითად ბოლოს როდის ნახეთ ბატონო თქვენ ეგ კაცი დავით აღმაშენებლის ძეგლს გავს მაგრამ თქვენაირი დეგრადირებული ადამიანისთვის საკმარისი არის ხო იმიტომ რომ იქ ისა ხმალი უჭირავს გამიგე თორე იქ ეხა დავით აღმაშენებელი იქნება თუ ზაზა იქნება კულუმბეგოვი მაგას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს თქვენთვის მაგრამ ნუ რას ვიზავთ რა ეხა თქვენი დრო არის რა ჩვენი ერი სამწუხაროდ ხო აი ესეთი რაღაცა არაკომპეტენტური ბატონო არაგანათლებული აი საერთოდ არაფერთან რო შეხება არ აქვს ისეთი სასულიერო პირები სამწუხაროდ ჭკუას ასწავლიან რა და მიყევით ძმებოდა დებოდა ბოლოს ნახავთ რა ბრმა არ შეიძლება გზის გამკვლევი იყოს რა განა იმიტომ რომ იმას რა ქვია დისკრიმინაციას უკეთებ მას ვერ ხედავს გზას და всё მორჩა რა თორე ეს იმას კი არ ნიშნავს რა ხან ბრმა არის ის რა ქვია ხელსაყრავია და ბოროტიერი არა უბრალოდ ვერ ხედავს გზას ამიტომ გზა უნდა დაგანახოს და გასწავლოს იმ ადამიანმა ვინც გაიარა ეს გზა ბატონო იცის და სად მიდის და სად თორდება ეს გზა და ამ ბროებთან ერთად ხეტიალი ქართველებს არ მოგბეზდათ სამწუხარო არის რა და უყურეთ ახლა ჩვენ მამაო იმას სპირიდონს როგორ განგვანათლებს და გვიხსნის რაღაც იმას რა ქვია ძეგლთა იმას რა არქიტექტურული შეხედულებით როგორი უნდა იყოს იმიტომ რომ ამას ისა რაღაცო პასკალის სკოლა დამთავრებული იტალიაში თბილისში ძეგლი გახსნეს ამბობენ ერეკლე მეორეაო მაგრამ სახეზე რომ შეხედავ მონღოლოიდური რასის წარმომადგენელს გავს შუაზიელი თემურ ლენგს უფრო ამგვანებენ ერეკლე მეფე თუ არის ხმალი რა უყავით ხმალი ჩამოართვეს სახე თემურ ლენგს დაამგვანეს მანამდე იყო და თამარ მეფის ძეგლი არისო და მესტიაში რო შეხედავ ძეგლს თამარი არ არის კი არა საერთოდ ადამიანი თუ არის მაგის კითხვას გაგიჩნდება ადამიანს ოდა ამ ძეგლების სიგიჟის კოლექციას კიდე ერთი ძეგლი მიემატა ეს ქვეყანა უკვე დიდი ხანია გავს ფსიქიატრიულ კლინიკას ექიმების გარეშე შეიძლება თქვას კაცმა ამათ რა ეშველებაო მაგრამ მე უფრო ასე ვიტყოდი ჩვენ ქვეყანას რა ეშველება ამათ ხელში ხო მართლა არჩევნები მოდის ახლა და გაიქეცით გადავარდით ტაში კუკურის ზახილით და
ხმა მიეცით ეს სიგიჟეები ხობდა გაფორმდეს ნორმად ეს ისტორიული პიროვნებების შეურაცხყოფა ხობდა გაფორმდეს ნორმად აბა თქვენ იცით ვაი ჩემო საქართველო თქვენ ხელში